დღეს ჩვენ ბიომედ ისრაელში ვართ. ჩვენ სრულიად გაშემორტყმულები ვართ ისრაელის სტარტაპებით, რომლებიც მუშაობენ პლანეტის ყველაზე სერიოზული ჯანმრთელობის პრობლემების პრევენციაზე. ისრაელის სიცოცხლის მეცნიერებების სექტორში დაახლოებით 1600 სხვადასხვა კომპანიაა. ჩვენ ვაპირებთ ვნახოთ ზოგიერთი კომპანია, რომლებიც ახლა იჩენენ თავს 2026 წელს. ეხლა პირველი კომპანია, რომელსაც ახლა ვნახავთ, შეიმუშავა მოწყობილობა, რომელიც ნაადრევი მშობიარობის პრევენციას ემსახურება. ეს ორსულობის ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული პრობლემაა. აი ეს პატარა მოწყობილობა აქვს. შეგვიძლია გითხრათ, რა ქვია მას და როგორ მუშაობს? ჩვენ ვართ კომპანია Pregnantech. ჩვენი მოწყობილობა არის ელასტიური სილიკონის რგოლი, რომელიც განკუთვნილია საშვილოსნოს ყელის ზედა ნაწილში მოთავსებისთვის, რათა თავიდან აიცილოს სპონტანური ნაადრევი მშობიარობა. ეს არის ორსულობის ყველაზე გავრცელებული კატასტროფული და ძვირადღირებული გართულება. სოფლიოში ყოველი 10 ბავშვიდან 1 ნაადრევად იბადება. ამ ჩვილებიდან 1 მილიონი ვერ გადარჩება და კიდევ მილიონზე მეტი გართულებებს განიცდის. ეს მოწყობილობა ამჟამად სად არის ხელმისაწვდომი? ჩვენ ამჟამად კლინიკურ ეტაპზე ვართ. უკვე ჩავატარეთ 2 წარმატებული კლინიკური კვლევა. ამ კვლევაში მონაწილეობდნენ ქალები, რომლებსაც ნაადრევი მშობიარობის 50-დან 60%-მდე რისკი ჰქონდათ. და ამ კვლევის ფარგლებში ქალების 90%-მა მშობიარობა ვადაზე მოახერხა. მათი ორსულობა იყო მარტივი, მშვიდი, ნორმალური, გართულებების და ჰოსპიტალიზაციის გარეშე. და მათი ბავშვები გაწერეს ზუსტად ისე, როგორც ჩვეულებრივ ბავშვებს, მშობიარობიდან 2 დღის შემდეგ. შემდეგი ისრაელის კომპანია, რომელსაც ახლა ვნახავთ, შექმნა ერთ-ერთი პირველი პორტატული სისხლის ლაბორატორია თავის ტიპში. ეს არის ლაბორატორია, რომელიც საშუალებას გაძლევთ ნებისმიერ ადგილზე აიღოთ სისხლი და მიიღოთ მყისიერი შედეგები. მოდით შევამოწმოთ. ჩვენ ავიღეთ ექიმების მიერ ყველაზე ხშირად მოთხოვნილი ლაბორატორიული ტესტი და გავხადეთ ის ხელმისაწვდომი. ასე მუშაობს ეს. იღებთ დიდიდან სისხლის წვეთს, აქ ათავსებთ და სისხლი ხდება ამ პატენტირებულ ხსნარში. ეს არის ერთჯერადი, რასაც ჩვენ უწოდებთ კარტრიჯს. მას ათავსებთ ჩვენს მოწყობილობაში, რომელიც სრულად პორტატული გადაწყვეტაა, რასაც აქ ხედავთ. და რამდენიმე წუთში იღებთ შედეგებს, როგორც აქ ეკრანზე ხედავთ. და ექიმს ან მედდას შეუძლია ადგილზე მიიღოს გადაწყვეტილება. გჭირდებათ თუ არა ანემიის მკურნალობა და რა სახის მკურნალობა. გააქვთ თუ არა ინფექცია და გჭირდებათ თუ არა ანტიბიოტიკი. ეს შეიძლება გარდამტეხი აღმოჩნდეს მსოფლიოს უფრო შორეულ ნაწილებში. სწორია. ასე რომ ჩვენ მას ვიყენებ იტალიაში და ასევე დიდ ბრიტანეთში. მაგრამ ჩვენ ასევე ვაპირებთ პილოტური პროექტის განხორციელებას აფრიკაში, ყველაზე შორეულ ადგილებში, რაც კი შეიძლება წარმოიდგინოთ. ყველას გვინდა რომ ყოველთვის ყავდეს ვინმე, ვინც გვადევნებს თვალყურს. და შემდეგი მოწყობილობა, რომელსაც ახლა ვნახავთ, რაფაელია სახელად ჯანმრთელობის ანგელოზის პატივსაცემად. და ეს იმიტომ, რომ ეს არის მოწყობილობა, რომელსაც სხეულზე იკეთებთ და ის აკვირდება ყველაფერს. გულის თემიდან დაწყებული ფილტვებითა და სხეულის ტემპერატურით დამთავრებული. და ამ ყველაფერს აგზავნის თქვენს ექიმთან, თუ რაიმე არასწორად არის. ამ წუთას თალი რეალურად ატარებს ამ მოწყობილობას და ჩვენ აქ ამ ეკრანზე შეგვიძლია ვნახოთ ყველაფერი, რაც საჭიროა იმის გასაგებად, თუ როგორ მუშაობს მისი ორგანიზმი ამჟამად. ეს არის სწორედ ის აპლიკაცია, რომელსაც ექიმები იყენებენ, ხომ ასეა? მთელი ინფორმაცია, რომელსაც მისი ექიმები ხედავენ. დიახ, ზუსტად ასეა, ეკრანზე ვხედავთ გულის მდგომარეობას, ვხედავთ სუნთქვის მდგომარეობას, შეგვიძლია ვნახოთ არტერიული წნევა და ასევე არის ახალი პროგნოზები, რომლებსაც ჩვენ ვავითარებთ. და პირველი და უმთავრესი არის სუნთქვის გაუარესების ადრეული პროგნოზირება, რაც თავიდანვე ხელშლის, სამეცნიერო ხელს უშლის სამედიცინო გადაუდებელ შედაუდებელ შემთხვევას. თუ პაციენტს სახლში ყოფნა სჭირდება და არ უნდა დარჩეს საავადმყოფოში, ხოლო ექიმებს მაინც სურთ ყველაფერი იცოდნენ მის შესახებ, რეალურად ეს ექიმებს პაციენტზე მუდმივი დაკვირვების საშუალებას აძლევს. ამიტომ ჩვენ შესაძლებელს ხვდით უსაფრთხო ჰოსპიტალიზაციას სახლში. ეს მხოლოდ 3 გამორჩეული სამედიცინო გადაწყვეტაა, რომლებიც წლევანდელ ბიომედ ისრაელის კონფერენციაზეა წარმოდგენილი. ეს არის მცირე გადახედვა თუ როგორ ცვლიან ადგილობრივები ჯანდაცვის ინდუსტრიას მთელ მსოფლიოში პირდაპირ ისრაელიდან. მე ვარ ნატაშა კირჩიკი. ეს არის i24 News English. მალე შევხვდებით.